დღეს არის კვირა 11 მაისი და დღეს არის დრაგის დღე. განსაკუთრებული ეს დღე იმიტომ არის, რომ საქართველოში პირველად დრაგის შეჯიბრს დაემატა კრუიზერების კლასი. ეს ხდება პირველად და წელს ჩვენ Black Bells გარაჟი ვიღებთ მონაწილეობას. გამოდივართ 9 ადამიანი. ძირითადად არიან Harley-ის მოტოციკლები, არის ერთი Yamaha და თუ არ ვცდები ინდიანი. ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იქნება ჩემთვის და თქვენთვისაც და ვეცდები რომ ყველანაირია შეგრძნება და გამოცდილება გაგიზიაროთ თქვენც. მე უკვე მოვედი შეკრების ადგილზე, ეს არის რუსთავის მაგისტრალზე მიმავალი გზა და ამ გზასთან არის გადასახვევი პატარა დაუსრულებელი გზის მონაკვეთია თუ არ ვცდები და აქ არის რაღაც ხიდი და იმ ხიდთან შევიკრიბებით ესე ვთქვათ. მე უკვე აქვე როგორც გითხარით, ველოდები ბიჭებს და როგორც კი მოვლენ მოსulit კადრებსაც შემოგთავაზებ და მათ რაღაცა აზრის გამოთქმა თუ მოუნდებათ, მათ აზრსაც გაგიზიარებთ აუცილებლად. ეს ხო იყავი? არ ვიყავი. არ იყავი? არა. აი ესეთი მევასება, მაგრამ აი ეს გამის მოდელი. წავედი და იქ ნახავთ რა. აი. ხო, რაღაცა ეხას მოტრი უნდა გავიაროთ. არა, გაგაცნობ. წავედი ექთათვარიალებაზე და იქ დაგხვდებით რა. აი ხა, მარტო. რა უნდა გაუთვალიერო? ალბათ საბურავები. რამე მოხდა თქო თუ? ასვეჭკა და დაეცა და მკისებია გამოვარდილი. ო. გადავიდე ვისავი გავდივარ. ახლა.
როგორ? გვარი. ჟამუტაშვილი. შემოთაში. შენ არ იყავი გუში? არა. როგორ? რაღაც ეგეთი. არ შენ ვირტუსი დაავადების დღე დავუტო ყველა, ხო? კარი დავაყენო პროსტა? ხო, ეს ამბები და იქნება და მე რომ დაიძახე სტარტს წავიდა თუ წახალს სტარტი, მაგრამ ეს კარგი ძმა. ჩააწიე და დაადე იქ ბარი, რა მოხსენე. არის თქვენ? როცა რომელს ხუთი. ახლებოს ახლა. რვა. თქვენი გვარი მიხარით? მაჩალაძე. არ არის თუ გამო. თქვენ რა გაქვთ? 7. 7. თქვენი გვარი მიხარით? ჟამუტაშვილი. როგორ? კრუიზერებში გამოდი ხარ? ხო, აბა. რას აპრობ? ეს არის 240. მე 205. ქარხნულად არ უნდა გქონდეს 205-ზე დიდი. ეგრე. ამას ქარხნულად უკანია ამას 180. რამდენია? 240. კრუიზერებს ცოტა კაიფი არ გვაქვს ტრეკზე მე მგონი. წვიმა დაიწყო და შეიძლება ვაფშე გადაიდოს. აკაც ნახოთ. ხა საქართველოს დაწყოთ. ზად დასვლა. ტრეკინა არ უცი. მოკლედ მაგარი ცუდი ამინდი დაგვემთხვა დღეს დრაგზე. და ეხა მანქანებით აპირებენ სიარულს ტრეკზე, რომ გაშრეს რა ცოტა. ველოდებით ეხა და გოგოების კლასის მერე დაიწყება უკვე კრუიზერები. ნახოთ რა და როგორ იქნება. რეგლამენტით იყო გათვალისწინებული კი არა და დაუშვებელი 205-ზე განიერი საბურავი. ოღონდ ეს 205 საბურავი უნდა ყოფილიყო ქარხნული რა და მე მიყენია 240-იანი უბრალოდ, ჩემსაც ქარხნულად უყენდება 180 ზომა საბურავი. და მაგაზე ცოტა ის იყო რა. შეიძლება არ შეიძლება ჩემი შეშვება რა. ნუ ქარხნულად რახან არის ნათქვამი რეგლამენტში, ჩემსაც ქარხნულად 180 უყენია საბურავი, ასე რომ აქ არის ჩემი მოტოციკლი. ავს მე გუშინაც ვთქვი და დღესაც ვამბობ, მე მინდა დაახლოებით მესამე ადგილი რა. დიდად არ ვარ ეხა რაღაცა ესეთი პროფესიონალი, არც დაძვრაში სწრაფად და არც მე სწრაფად სიარულში მოკლედ, ამიტომ მინდა რაღაცა ეგ ადგილი და ეგეს თუ არ იყო არც მაგაზე დამწყდება დიდად გული. ეს არის უკვე ტრეკის ადგილი, აქ ბიჭები სიფარებიან წინას. აუ, ვიკო მანქანები შევიდე. ტრიბუნა ეხა არ ჩანს აქედან, მაგრამ სავსეა ხალხით, იმიტომ რომ თვითონ რა დაიწყო გაიხსენ იქებთან. ეს ჩვენი ტრეკი. ნელა ბიჭები აშრობენ ტრეკს, მანქანები დადიან, კიდე ეს ბლოუერიც მოიტანეს და მოცა გაჩვენოთ. მანქანები დადიან, აქ ეს ბლოუერი. და კარგად რო აშრება ეს გზა, სადაც ალბათ 15 წუთში უკვე დავიწყებთ რა. ნახოთ რა იქნება და როგორ წავა.
დაიწყო კრუიზერების ჯახი, როგორც იქნა. და პირველი მონაწილეებიც უკვე ტრეკზე არიან. ესეც ესე მეგობრებო, ორი გარბენი გავიარე და ორივე მომიგო თვარცლები სპორტსტერი იყო. ესეც ესე, დღევანდელი დღეც დასრულდა. ეხლა უკვე მივდივარ სახლში, წამოვედი რუსთავიდან ერთი პირი წვიმა მომიწია და კარგად დავსვოლდი სუსველი რა გუნდაზე ჩარვალზე და ფეხსაცმელებზეც მოტოციკლიც საკმაოდ დაბინძურდა. და რა ვიცი, არ იყო ცუდი სიმართლე რო გითხრათ, კარგი გამოცდილება იყო, საინტერესო იყო და ხო, მე ცოტა მეტს მოვეოლდი ჩემი მოტოციკლისგან, ორი გარბენი გავაკეთე, ორივეზე გამასწრო. მაგრამ ხო არა უშავს რა. გართობა იყო სიმართლე რო გითხრათ ყველაფერი და ნუ დიდად იმედიც არ მქონდა, იმიტომ რომ ბევრჯერ თქვი უკვე რომ დიდად ესე გამოცდილება არ აქვს. ხო, GG-სთან ავიყვან მოტოციკლეთს, გიორგი აბაშიძესთან და ვნახავ რაღაცა ესე ვთქვათ საწვავის მიწოდების სისტემას, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ მაგაში ცოტა მეპარება რომ ეგ კარგად იყოს გასწორებული. და მაგ ვიდეოსაც და მოკლედ მაგ ყველაფერსაც გაგიზიარებთ, ასე რომ მომავალ შეხვედრამდე, ეხლა უკვე დაგემშვიდობებით და გისურვებთ ბევრ წარმატებას და შეხვედრამდე.